გააკეთე რა მე წავიკითხე დიდი ხუთიანი. ამ მოთხრობამ ჩემზე ძალიან კარგი თავისუფლება დატოვა. კარგი დასაწყისია, ყოჩა. თქვენი გაიწერა ზუსტად ამაზე საუბრობთ. მე მომეწონა რომ ვიყო აჩიკოს დაეხმარა ამოცანი სამოხმაში და დიდი ხუთიანი შემოუხაზა. დაიწყე. მე ამ მოთხრობიდან გავიგე. გითხარი რომელი მოთხრობის დაბეჭდილებას? მე წავიკითხე ჩემ მოთხრობის დაბეჭდილებას დიდი ხუთიანზე. მოთხრობაზე დიდი ხუთიანი. მე ამ მოთხრობიდან გავიგე, დაკვეცილზე მასწავლებელს მოусმინოთ და ვიყოთ ყურადღებით. პერსონაჟი ამ მოთხრობის პერსონაჟებიდან მომეწონა თამრი კოშკიანია და ადატოვა მეგობარი გაჭირვებაში. არ მომეწონა აჩიკოს ამხანაგება. თენგიზი და გი იმათ არ მიაქციეს მეგობარს ყურადღება. კლას გარეშეში დიდი ხუთიანი და მაგწილებს ჩავყოლე. უნდა გაგვეკეთებინა თავისი შთაბეჭდილება. დაგვეწერა, ხო? რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ ნაწარმოების წაკითხვა, ხო? ეხლა გადავედეთ შემდეგ მოთხრობაზე. მაგწილებს ჩავყოლე. არ მეგულება ადამიანი, ვისაც სკოლის პერიოდი იქ გატარებული ყოველი წუთი სასიამოვნო მოგონებად არ დარჩეს. საყვარელი მეგობრები და მასწავლებლები, მათზე ფიქრი, მათი გახსენება საოცარი და სასიხარულო განცდის მომღვრელია. უკვე დიდობის ასალის. წარუშლელია ის კვალი, რაც ჩვენ სკოლამ უნდა დაგვიტოვოს. ამიტომ უწოდებს პოეტი ამ წლებს სევდით და წერით. დღეს უღრუბლოს და მზის ფრად და სათუთად ეფერება მათ.